მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიმუშავებ ძალიან საინტერესო სტუმართან რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო თემით ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძეა დღეს ჩვენთან ერთად მოგესალმებით ქალბატონი თამარ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გველის წინ დღეს ჩვენი თემა გახლავთ მაყურებელს მინდა 2 სიტყვით უთხრა ბავშვის დასვენება სოფელში თუ რა მინუსები და პლუსები გააჩნია სოფელში ბავშვის ყოფნას დასვენებას ქალბატონი თამარ პირველ რიგში რა თქმა უნდა ფუფუნება არის ოჯახისთვის, როდესაც აქვს ბავშვს გასასვლელი, რომ აი მაგალითად თელი ზაფხული შეუძლია რომ გავიდეს სოფელში და ისვენოს სუფთა ჰაერზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყოველთვის ამას აღვნიშნავ ხოლმე ჩემს გადაცემებში, რომ თბილისი არის ძალიან დაბინძურებული ჰაერით და ეს არის ერთ-ერთი აი ასე რომ ვთქვათ ფუფუნება ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და თითოეული ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ აი თუნდაც თელი ზაფხული სიცხე რაც არის არის სოფელში ნუ თუ ამის უფლებას და საშუალებას გაძლევს სამსახური ხო თუმცა აი მე მინდა ბავშვის დასვენებაზე ვიმუშაო აი რატომ უნდა გადადოს მშობელმა ყველაფერი თუნდაც სამსახური თუნდაც რაღაც ინტერესები რომ წაიყვანოს ბავშვი სოფელში მე არ გულისხმობ 1 და 2 დღით წაყვანოს მე გულისხმობ რაღაც აი 1 ან 2 თვე ნუ კარგია თუ 3 თვეც გავიყვანთ კი ბატონო მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ძალიან აქტუალური თემაა მით უმეტეს ახლა ზაფხულია დაიწყო არდადეგები ბაღებში სკოლებში და ასე შემდეგ და სულ არის ეს აქტუალური რომ გავიდეთ აგარაკზე პირველი დავაღწიოთ თავი ქალაქს და გავაღწიოთ ამ სიცხიდან და შემდეგ უკვე სად წავიდეთ რამდენი ხნით წავიდეთ რასაც ამას პირველ რიგში ჩვენი ბიუჯეტი და დრო მოგცემს ამის საშუალებას პრიორიტეტი ალბათ ხა ბუნებრივია რომ აბსოლუტურად ყველა ჩვენი მაყურებელი იტყვის იმას რომ რა თქმა უნდა ეს კარგია რა თქმა უნდა კარგია როდესაც მივდივართ მით უმეტეს თუ სოფელი გვაქვს არც თუ ძალიან შორს ან თუნდაც შორს მაგრამ შედარებით კეთილმოწყობილი შედარებით კომფორტული ასე ვთქვათ ანუ მთლად საველე პირობები არ გვხვდება ასე ვთქვათ და ნულიდან მოსაწესრიგებელი არ გვხვდება იქავრობა რა თქმა უნდა ამაზე უკვე ალბათ აღარ მეგულება ადამიანი ვინც ამაზე უარს იტყვის და გული არ დასწყდება რომ სიტყვაზე ამის გაკეთება არ შეუძლია მაგრამ დღეს მაინც ვცადოთ ვილაპარაკოთ იმაზე რომ რამდენად აი რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი და რის გამო დამატებითი мотиваცია უნდა გქონდეს რომ აუცილებლად მაქსიმალურად მოვახერხოთ ეს და ეს არ არის უბრალოდ გასეირნება ბუნებაში რომელსაც მაგალითად ვიტყვით რომ აგერ პარკში გავასეირნებ სიტყვაზე ან ქალაქში მდინარის პირას გავასეირნებ სიტყვაზე ბავშვს და ასევე ვეცადოთ რომ ის საფრთხეები რისკები ანუ რა გავითვალისწინოთ რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ჩვენი დასვენება არა მხოლოდ სასიამოვნო არამედ უსაფრთხო სოფელს თავისთავად რაც მოიაზრება ანუ ესეთი ქალაქს მოშორებული ნაკლებად დასახლებული ასე ვთქვათ უბანი რაც არის როდესაც იგულისხმება რომ ბუნება ჭარბობს ადამიანებს და ბუნება ჭარბობს მანქანებს, ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ. იგულისხმება რომ პირველ რიგში ეს არის შედარებით ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ქალაქის სივრცეში ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი გამონაბოლქვია, ძალიან ბევრი სამშენებლო და ინდუსტრიული მტვერია, ასე ვთქვათ, რომელიც რა თქმა უნდა უფრო ნაკლებია სოფელში და ბუნებაში. ამის გარდა სოფელში და ბუნებაში ძალიან ბევრია პირიქით ესეთი ბუნებრივი ეგრეთ წოდებული თეთრი ხმაური. აი ეს ბუნებრივი ხმები, რომელიც არის ხეების შრიალი, ჩიტების ფრთების შრიალი, ჭიკჭიკი და ასე შემდეგ. უცხო ბავშვებისთვის ის რაც ძალიან გვაკლია ქალაქში, ის რაც ხელოვნურად უნდა შექმნა ქალაქში, არის აი უბრალოდ ეზოში გამოხვალ, უბრალოდ სახლიდან გამოხვალ და წესით დატვირთულია უკვე გარემო ამით. რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ესეთი აი ნერვული სისტემის ესეთი ფონური განვითარებისთვის და ჯანსაღი ფსიქიკისთვის. სიმშვიდისთვის, სულიერი სიმშვიდისთვის, ასე ვთქვათ, და ფსიქოლოგიური ასეთ რაღაცა მხარდაჭერისთვის. და ამის შემდეგ უკვე წინა პლანზე მოდის ის, რომ ჩვეულებრივ სოფელი ასოცირდება მაინც ღია სივრცესთან, შედარებით ფართო ეზოსთან, ვიდრე მაგალითად ქალაქში შეიძლება გქონდეს, მეტი ბალახი, მეტი სიმწვანე, მეტი ბუნებრივი ყვავილები, ანუ ბუნებრივი სურნელი, ხო, ხმებზე უკვე ვისაუბრეთ ბუნებრივი ხმები და ასე შემდეგ, რომელიც
რომელიც ბავშვს აძლევს ფიზიკური აქტივობის უფრო ლაღად განხორციელების საშუალებას ბუნებრივ პირობებში, რომ მან ირბინოს მაქსიმალურად ბუნებრივ გრუნტზე და არა მაგალითად სტადიონის ხელოვნურ საფარზე. ბუნებრივად წყაროს შეეხოს და არა მარტო მაგალითად ონკანში ან შადრევანში წამოსულ წყლის ნაკადს უყუროს, ასე ვთქვათ, და ბუნებრივად ეზიაროს მაგალითად მცენარეებს, ბუნებრივად გაიცნოს აი ეს მწერები და ცხოველები, შინაური ცხოველები, ხო, მაგალითად უფრო აქტიურად კონდეს ხელით შეხების საშუალება, რომელიც დამატებით სენსორული აი ის ყველაფერი ბოდიშ ინფორმაცია რომ გაწყვეტნებთ ციგნებში რაც არის და რასაც აღიქვამს ბავშვი, აი თუნდაც თქვენ ახსენეთ შინაური ცხოველები და შინაურ ცხოველებთან კონტაქტი, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ისეთ ცხოველთან უნდა მივაკაროთ ალბათ, რომელიც არის აცრილი და სუფთა და ოჯახის, იმიტომ რომ სოფელში ახლა მოგეხსენებათ აი მე როდესაც ვიყავი, რომ ვიკითხე აცრილია თუ არა ძაღლი, რა თუ უნდა ამას აცრა, ხო? აი ხომ მივხვდით რაც გეუბნებით და ამიტომ კატა, ძაღლი, კურდღელი მათ შორის. კი ბატონო, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში იმას, რომ ქალაქში რაც არ უნდა ხშირად წავიყვანოთ ბავშვი, მაგალითად კონტაქტურ ზოოპარკში ან ისე ზოოპარკში, ასე ბუნებრივად, ლაღად და სისტემატურად იგივე ცხოველებთან და ფრინველებთან დაკვირვების საშუალება ვერ ექნება. მაშინ როდესაც სოფლის სივრცეში, ანუ დღეში რამდენჯერმე შეუძლია შორიდან დააკვირდეს, ახლოდან მივიდეს და ასე შემდეგ. ბუნებრივია იგულისხმება, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მასთან აუცილებლად არის ზრდასრული და აი უსაფრთხოების წესებს უკვე რო დავუშვათ სახლის ძაღლია თუ შემოწმებული ძაღლია თუ ისეთ შემთხვევით ჩამოვლილი და შემთხვევით შემოვლილი ცხოველია ორგობეში, იმასთან რა თქმა უნდა დისტანცია უნდა დავიცვათ. ამას არავინ არ ამბობს, რომ დაუდევრად განვახორციელოთ ეს კონტაქტი. თუმცა აი რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ხელით ეხებიან ცხოველებს, აი მათი ნერვული სისტემისთვის, მათი განვითარებისთვის. ახლა მე მაგალითად ჩემს მაგალითზე დავსვამ კითხვას, როდესაც ჩემი შულები წავიყვანა ახლა სოფელში, უკვე გამოსცემდნენ ცხოველების, ძაღლის, კატის ახმეებს, რომ დაინახეს, რომ შეეხნენ ხელით. და უკვე აღიქვა ჩემო პატარა შულმა რა იყო ძაღლი და რას აკეთებდა. კი, მივხვდეთ ხა ძაღლის დანახვა კიდე ქალაქში ძაღლი და კატა ასე თუ ისე მოიაზრება, მაგრამ შედარებით ისეთი პირუტყვის და ნახვა მაგალითად ცხრების და ასე შემდეგ შედარებით უფრო რთულია. უпростоროდ დროში, ხანგრძლივად დაკვირვების საშუალებაც უფრო რთულია და აი ესეთ ბუნებრივ გარემოში მყოფი ცხოველებიც ხო შეუძლია დააკვირდეს როგორ საკვებს როგორ იღებს, იგივე რძე როგორ მოვწველეთ, შემდეგ ამ რძისგან პროდუქცია რეალურად როგორ დავამზადეთ, ვიდრე ის რომ უბრალოდ გადმოცემით იცოდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ყველაფერი მართლა ისე არ უნდა გაიგოს მაყურებელმა, რომ თუ ახლა აუცილებლად რძის მოწველა არ ვაყურებინეთ, ბავშვს ანუ ყველის ამოყვანა არ ვაყურებინეთ, მაშინ ტყუილა ყოფილა სოფელში. ასე არ არის, უბრალოდ ყოველდღე რეგულარულად, სისტემატურად ბუნებაში გატარებული დრო უკვე სასარგებლოა მისი ნერვული სისტემისთვის. ის სივრცე, რომელიც ბუნებრივი მოტორული აქტივობისთვის სოფელი რის საშუალებასაც იძლევა და თანაც ნახეთ, ეს არის ბუნებრივი გრუნტი ერთის მხრივ და ბუნებრივი აღმართი დაღმართი ხო რაღაცა იქ მდინარის პირა შეიძლება წავიდეთ, იქ ტყეში შეიძლება შევიდეთ მაგალითად ხო ეს უკვე იძლევა ტვინისთვის ერთის მხრივ გამოცდილებას, ცოდნას, აი ფაქტიურ ცოდნას და მე ეს ზუსტად ის სენსორული შეხება რომ ბუნებრივ ბალახს შევეხეთ, ბუნებრივ კენჭებს, ბუნებრივად ნამდვილი ლოკოკინა ვნახეთ მაგალითად იქ ხო ის ბუნებრივი სურნელით დავინტერესდით იმ მცენარეების ბუნებრივი სურნელით დავინტერესდით. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ფიზიკური აქტივობა მით უფრო ბევრი უნდა იყოს მის ცხოვრებაში და სოფელი და სივრცე ზოგადად ბუნებრივი სივრცე იძლევა ამის საშუალებას რომ უბრალოდ სანამ შემოირბენს მთელ ეზოს და წრეს დაარტყავს უკვე საკმარისი ვარჯიში გამოუვიდა ასე ვთქვათ. იქ მერე ხელოვნურად შეგვიძლია მოუწყოთ რაღაც ესეთი მხიარული სტარტებივით პატარ-პატარა დაბრკოლებები რომელზეც დავუშვათ თვითონვე გამოცდის ამ თავის საშუალებას და ასევე აი ყოველდღიური ესეთი დავუშვათ ფრენბურთი იქნება, ფეხბურთი იქნება, ჩოგბურთი იქნება, მაგალითად ბადმინტონი მაგალითად და ასე შემდეგ ბუნებრივად შეიძლება რომ დავტვირთოთ მისი ყოველდღიურობა ამ საშუალებებით. შუა დღის პერიოდში, როდესაც სიცხე რაც არ უნდა ესეთ გრილ-აგარაკზე ვიყოთ, შუა დღის სიცხე ზაფხულში მაინც ნაკლებად სასურველი არ ხოლმე რომ გარეთ ვიყოთ და ჯობია ჩრდილს შევეფაროთ, აი ამისთვის უკვე
შეგვიძლია მოვიმარაგოთ სხვადასხვა სამაგიდო თამაშები მაგალითად, ისევე როგორც საკითხავი ლიტერატურა, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, რომელშიც მაგალითად ის მთები იქნება, მზის სამოსვლა იქნება თუ რა იქნება ნაჩვენები, უფრო ბუნებრივად შეგვიძლია ანალოგი გავატაროთ მაგალითად, ანუ ქალაქზე მეტად სოფელი და ესეთი ბუნებრივი გარემო იძლევა იმის საშუალებას, რომ ბუნების აღწერასთან მაგალითად სხვადასხვა თუნდაც ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება, ხო, უფრო უკეთესად განვახორციელოთ სოფლის გარემოში. ეს არის დამატებითი თემა კომუნიკაციისთვის, ეს არის დამატებითი თემა ახსნა განმარტებისთვის, ხო? ცოტა მოზრდილ ბავშვებს უკვე სრულიად ბუნებრივად შეიძლება ამ მხრივ გაუღვივოთ მაგალითად საბუნების მეტყველო საგნების მიმართ ინტერესი, ხო? ეს ბოტანიკა, ზოოლოგია, ქიმია, ფიზიკა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის რაც ჩვენს გარშემო ხდება, სწორედ ეს საბუნების მეტყველო საგნები სწორედ ამას შეისწავლიან, ასე ვთქვათ და წინასწარ შევამზადოთ ეს ბავშვები, რომ აი შენ ხა ბოტანიკაში მაგალითად ამ თემებს ისწავლი, ხო? იქ ბიოლოგია მაგალითად აი ასეთ რაღაცეებზე გელაპარაკება, ფიზიკას და ქიმიას რო დაიწყებ, ზუსტად ის რო აგერ აი ეს ბუნებრივი მოვლენა რატო მოხდა, ის ჭექა-ქუხილთან დაკავშირებით სიტყვაზე ჯერ რო ელვა დაინახე და როდის გრუხუნის ხმა მოვიდა, ამ დროს ეს ერთად მოხდა. ეს ყველაფერი აი რატო ხდება ეს ყველაფერი? წინასწარ შეგიძლიათ გაუღვივოთ სხვადასხვა ინტერესი ამის მიმართ. და საკითხავის თვალსაზრისითაც ხო მე მთელჯინების თეატრს და რა ვიცი რას აღარ აწყობენ ხოლმე ბავშვები, იმიტომ რომ პლუს ამას ეს ხო არის ბევრი თავი, არდადეგები არის ბევრი თავისუფალი დრო. სამეცადინო, ესეთ სავალდებულო სამეცადინო არ გვაქვს. მშობლები წუხან იმაზე რომ ვაი თუ ფორმიდან ამოვარდეს ბავშვი და მაგალითად კითხვა ანგარიში და ესეთი რაღაცები სულ ცდილობენ რომ ამეცადინონ, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას უწევთ იმას კი არა რომ არ იქა ბავშვმა ციფრები და იმის ხსენება არ იყოს მის ცხოვრებაში. უბრალოდ ფორმა შეუცვალეთ ამ ყველაფერს და თუ მანამდე უბრალოდ მაგალითებს ანგარიშობდა, ეხლა რა ვიცი თუ გინდა ფოთლები დათვალოს იმაზე რომელ ტოტზე მეტი ფოთოლია მაგალითად, ხო? რაღაც სხვა ესეთი სათამაშო შეიძლება მოვიგონოთ, რომლითაც აი ეს ანგარიში სულ სხვა ფორმით დასჭირდება, უფრო პრაქტიკულად დასჭირდება, ხო, ელემენტარულად. რაც ისწავლა, ისიც გავიმეოროთ, სამომავლოდ რაც დასჭირდება, იმასაც შევეხიდოთ, ასე ვთქვათ, წინასწარ. ამიტომ სოფელს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს არის უფრო სუფთა ეკოლოგიური გარემო და მეორეს მხრივ ეს არის გაცილებით კარგი პლატფორმა, ასე ვთქვათ, ბევრი სასარგებლო უნარის გავარჯიშებისთვის. დაბადებიდან შეგვიძლია წავიყვანოთ ბავშვი სოფელში და ალბათ თითოეულ წელს ყველას თავისი დატვირთვა აქვს ბავშვის. აი მაგალითად, თუ ბავშვს აქვს პრობლემები განვითარების მხრივ, ქცევის დარღვევის მხრივ, აი ეს თემა რომ გავშალოთ, ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ კიდევ უფრო აქტუალური სოფელის ბუნებრივი სივრცე სასარგებლოა ყველასთვის და მოდი შევთანხმდეთ ჩვენთვისაც, დასრულებისთვისაც, მაგრამ რაც უფრო მეტი პრობლემა გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით განვითარებითი დარღვევების დროს, როდესაც თამის ტვინის განვითარება, აკადემიური უნარების შემეცნებით უნარები და მათ შორის მოტორული უნარებიც, ხო, მაგალითად ცერებრული დამბლით ასე შემდეგ, სტიმულაცია სჭირდება, ბუნებრივ გარემოს და ქალაქგარეთ სივრცეს, ასე ვთქვათ, ამას მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. უბრალოდ აი აქ შემოდის სწორედ ის უსაფრთხოების წესები გაძლიერებული, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ნეიროტიპიური და პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვისთვის, მაგრამ რაც უფრო პრობლემის მქონე ბავშვი გაყვავს ქალაქგარეთ, ერთის მხრივ არავინ არ ამბობს, რომ არ გავიყვანოთ, პირიქით უნდა გავიყვანოთ. თუმცა აქ უკვე რამდენად დაშორებულია აგარაკი და სოფელი ცენტრისგან და ქალაქისგან, როგორია სამედიცინო მომსახურება იმ რეგიონში, სადაც მივდივართ, რამდენად სწრაფად გვაქვს წვდომა მაგალითად, ანუ უცებ რომ რაღაც კრიზისი განვითარდეს მაგალითად, რამდენი დრო დამჭირდება კლინიკამდე მისაყვანად, რამდენად უზრუნველ ყოფილებართ მანქანით. როცა ჯანმრთელობის პრობლემაა განსაკუთრებით, თუმცა ხა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ამ რაღაცებით წინასწარ დავინტერესდეთ. საერთოდ პედიატრები ყოველთვის გვირჩევდნენ, წინა გადაცემაში იყო ქალბატონი ნოთოთაძე, რომელმაც აი ძალიან ვრცლად და კარგად ახსნა სამედიცინო ჩანთა, რომელიც უნდა წაიღოს მშობელმა და რაც უნდა იყოს ამ ჩანთაში მოთავსებული ისე, რომ პირველად დახმარება გაუწიოს
ისე პატარას ან მოზარდს, რომ არ იყოს დაგვიანებული მეტპუნქტამდე ჩასვლა. კი, უბრალოდ ყოველთვის ეს ჩამთა საკმარისი შეიძლება არ იყოს და მოდი გავითვალისწინოთ ისიც, რომ რაც უფრო დიდი სივრცეა და დიდი არეალი, ასე ვთქვათ, ფიზიკური აქტივობისთვის ტრავმატიზაციის რისკით ზოგადად ქალაქშიც არ არის ნაკლები, მაგრამ სოფელშიც გარკვეული რისკები არის ტრავმის მიღების და ყველაფერი სახლის პირობებში შეიძლება ვერ მოვაგვაროთ. ამიტომ სასურველია, რომ მით უმეტეს რაც უფრო პატარა ბავშვები მყავს, რა მანძილია მაგალითად სამედიცინო პუნქტამდე და რამდენად ვარ უზრუნველყოფილი ტრანსპორტით, ანუ რამე რომ მოხდეს, მე იმ წუთში უნდა დავიწყო მაგალითად ტაქსის და მის ძებნა, თუ მაგალითად საკუთარი ტრანსპორტით მივდივარ, მეზობელს ყავს მაგალითად მანქანა, რომელიც ნებისმიერ წუთში შეიძლება დამეხმაროს, ხო? ასეთი ნიუანსები ჯობია, რა თქმა უნდა, წინასწარ გქონდეს გათვლილი. რაც უფრო ზღვის დონიდან მაღალზე მივდივართ, ხშირი კითხვა ხოლმე, რომ აი მეტისმეტად მაღლა ზღვის დონიდან. აკრძალული არ არის, თუმცა გააჩნია ხოლმე, ანუ გარკვეული შეზღუდვა რომელიმე სამედიცინო მდგომარეობას შეიძლება გქონდეს, ეს ბავშვის პირად ექიმთან შეიძლება გავიაროთ. სხვა მხრივ უბრალოდ სასურველია ხოლმე, რომ მეტისმეტად დაბლა თუ ცხოვრობ ზღვის დონიდან, ერთბაშად რაღაცა მოკლე დროში ძალიან სწრაფი იმით არ გადავიდეთ მაღალმთიან რეგიონში, ანუ ცოტა დროში გავწელოთ, ასე ვთქვათ, ეს მგზავრობა, რომ ადაპტირება მოხდეს და ასევე რაც უფრო ესეთი განსხვავებაა ჩვენ რუტინულ საცხოვრებელსა და დასასვენებელ ადგილს შორის. იქ აკლიმატიზაციის დრო მივცეთ ბავშვს, აი თქვენ ხანგრძლივობა ახსენეთ, რამდენი ხანი დავრჩეთ მაგალითად სოფელში, ხო? ზოგიერთი პედიატრი იძახის 21 დღე, აი ზოგიერთი იძახის, რომ 10 დღე საკმარისია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა პერიოდს ხომ გაივლის ბავშვი აკლიმატიზაციის. ხომ უნდა შევიდეს ორგანიზმში ის ჰაერი. ნუ თუ კი 4-5 დღის შემდეგ შევა ორგანიზმში ჰაერი და ჩვენ 3 დღეში წამოვიყვანთ, რა რჩება ბავშვს? რა თქმა უნდა, რაც უფრო დროში გახანგრძლივებულია და ეს 2-3 კვირა ყოველთვის უფრო ოპტიმალური მათ მიიჩნეოდა ხოლმე, მაგრამ რამ გამოიწვია ამის შემცირება, იმიტომ რომ არც მშობლებს აქვთ ხშირად ამის საშუალება და მით უმეტეს თუ ეს არ არის პირადი საცხოვრებელი, სადაც მიდიხარ, ფინანსებთან არის ხო დაკავშირებული ბინის დაქირავება, მაგალითად ახლა სად 3 კვირით ბინის დაქირავება და სად 1 კვირით ბინის დაქირავება, თორე აბსოლუტურად გეთანხმებით. ორგანიზმს სჭირდება ჩასვლასთან დაკავშირებული ადაპტაცია, შემდეგ უნდა ანუ ის თვითონ ის უნდა შეირგოს, ხო, ის გარემო რისთვისაც მივდივართ და გარკვეული სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს და შემდეგ დაუბრუნდეთ უკვე ისევ დავუშვათ პირვანდელ საცხოვრებელში და თუ ეს მით უმეტეს ზღვის დონიდან არის მნიშვნელოვანი განსხვავება, ხო, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ დრო მივცეთ ადგილზე ადაპტირებისთვის და ნუ თუ მალე წამოვედით, მერე ნახეთ უკვე ხელახლა უწევს ადაპტაცია, ასე რომ მოკლე დროში, მაგალითად 1 კვირის ფარგლებში მეტისმეტად მაღლა ასვლა ზღვის დონიდან და უკან დაბრუნება ორმაგი სტრესი შეიძლება იყოს ბავშვისთვის და შეიძლება ხო მთლად კარგად მისმა საკომპენსაციო მექანიზმებმა ვერ გადაიტანონ. ამიტომ რაც უფრო შორს მივდივართ სახლიდან და რაც უფრო მაღლა ზღვის დონიდან, მით უფრო სასურველია, რომ მეტი დრო მივცეთ ადაპტაციისთვის. სხვა მხრივ თუ ახლოსია ჩვენი აგარაკი, მაგალითად, თუ რეგულარულად ხდება მაგალითად ამ აგარაკის მოხმარება, მასე შაბათ-კვირასაც შეიძლება ხოლმე, ხო, რომ დავუშვათ რაღაცა 2-3 დღე მაგალითად კვირაში, ეს უკვე რუტინას თუ შეადგენს და ახლოსია და უხეში განსხვავება კლიმატთან მიმართებაში არ არის საცხოვრებელსა და აგარაკს შორის, აქ შეიძლება არ იყოს ესეთი შეზღუდვა, რომ აუცილებლად 2 კვირით უნდა წავიდეთ და 2 დღით ჩასვლას აზრი არ გქონდეს. თუმცა თქვენ ახსენეთ ბინის დაქირავება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დღეს, როდესაც ქალაქიდან გადიხარ და მიდიხარ კურორტზე, არის ფუფუნება, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ფასები აქვს ყველგან, სადაც არის მაღალი, არის медპუნქტი, არის ინფრასტრუქტურა, ყველგან არის მაღალი ფასი მოწესრიგებულ გარემოში. თუმცა მე მინდა კითხვა დაგისვათ ასეთი. ზოგიერთ მშობელს გონია, რომ თუ კურორტზე არ წაიყვანა ბავშვი და აქვს სოფელი მაგალითად, ის არ გამოსდის დასვენებად. დასვენება გამოსდის ნებისმიერ შემთხვევაში. და მე მინდა რომ აი ძალიან დეტალურად განუმარტოთ მშობლებს, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება სოფელი, თუნდაც ძვირადღირებულ კურორტს, იმიტომ რომ იმ სოფელს ბავშვის ორგანიზმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მეცაც გეტყვით, სეზონზე ხანდახან აი ამ ფეშენებელურ და მოდურ კურორტებზე იმდენი დამსვენებელი გროვდება. იმდენად მაღალი სიმჭიდროვეა ხოლმე.
დამსვენებლების და ყველაზე ცუდი იმდენი მანქანა გროვდება, იმიტომ რომ იქ ხო ფეხით არავინ არ ჩადეს. ყველა ვცდილობს საკუთარი მანქანით წარდეს. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე რომ ლამის ხეზე და ნაძვზე მეტი მანქანა გროვდება, ამიტომ ეს უკვე აღარ არის ის სუფთა ჰაერი, რისი ეშხითაც მივდივართ. ამიტომ ხანდახან მართლა ჯობია ხოლმე რომ ნაკლებად სეზონზე შეიძლება უფრო ხარჯთეფექტურიც იყოს დასვენება, მით უმეტეს რომ ესეთი ცოტა გადაჭარბებულია ხოლმე იმის შეფასება, მაგალითად, აი ფიჭვის ყვავილობას ეტანებიან, ხო, ასე ვთქვათ, ან კონკრეტული რაღაცა დავუშვათ ქვიშა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ამას ეტანებიან ზოგადად დამსვენებლები. ესეთი სამეცნიეროდ, მეცნიერულად განმტკიცებული შედეგები, რეალურად ესეთი მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა მედიცინამ თლად არგუმენტები ამის სასარგებლოდ ვერ მოიპოვა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ამიტომ თუნდაც ეს რომ რამდენად ღირს ამისთვის ასე სასოწარკვეთა და ასე რაღაცა მაქსიმუმის ჩადება, რომ მაინც და მაინც იმ ორ კვირაში აღმოვჩნდეთ იმ კურორტზე, ბოლომდე ამის მტკიცებულებაც არ აგვაქვს, ხო? ეს ვიცით რაღაცა გადმოცემით, თქმულებებით, რაღაც ესეთი ემპირიული დაკვირვებით და ჯერ ამის მტკიცებულებებიც არ გვაქვს. თუ ამის საპირწონეთ არის ის, რომ ზედმეტად პირიქით გამონაბოლქვით დაბინძურებული კურორტი ამის საფუძველზე და ზედმეტი სიმჭიდროვე ადამიანების, ხო? ჩვენ ამ სიმჭიდროვეს გავურბივართ, ასე ვთქვათ, ქალაქიდან, ხო? იმ გამონაბოლქვს გავურბივართ ქალაქიდან. მაშინ შეიძლება ერთი მეორეს ანეიტრალებდეს კიდევაც, ანუ რაც არ უნდა ხიბლი კონდეს ამ დასვენებას, ანეიტრალებდეს, ანუ ესეთი გვერდითი ეფექტები, ასე ვთქვათ. თუ ამის საპირწონეთ გვაქვს შედარებით ისეთ მშვიდ გარემოში საკუთარი კარმიდამო, ხო, რომელსაც მოვაწესრიგებთ, გავასუფთავებთ და იქ მინიმალური კომფორტია, ხა, პატარა ბავშვის პატრონს წყალი საძებარი არ უნდა ქონდეს, ხო, რაღაცა გათბობის საშუალება საძებარი არ უნდა ქონდეს, ხო, უნდა იყოს მოწესრიგებული, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში. კი ბატონო, კანალიზაციის საქმე ან რამე ფორმით მოგვარებული უნდა იყოს, თუ ამ ფეშენებელური კურორტის საპირწონეთ ეს გვაქვს, ნამდვილად არათუ არ დაზარალდება პირიქით საკუთარ კარმიდამოში არანაკლებ დაისვენებს ეს ბავშვი, არანაკლებ ლაღი, ესეთი განმავითარებელი ზაფხული შეიძლება მოვუწყოთ, ვიდრე მაგალითად ეს პრაქტიკულად ქალაქის ტიპის დაწემათ ადგილად ქცეულ, ну, ესეთ შედარებით მწვანეთ დატვირთულ დაუშვათ გარემოში. ჩვენ ზოგადად რასაც აი სოფელში და თუნდაც იმ კურორტებზე რასაც ვეტანებით, ეს არის პირველ რიგში ბუნება, ხო? ბუნებრივი გარემო. ეს არის ტყე, ეს არის სიმწვანე, ბუნებრივი ყვავილები, ბუნებრივი სურნელი, რომელიც იმ სოფელშიც არანაკლებია ხოლმე ხანდახან თუ მეტი არა მაგალითად, ხო? და ეს ბუნებრივი სიმწვანე რა არის? ნებისმიერ სოფელს ხომ ეთანხმებით, რომ თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს და თავისი დადებითი მხარეები. კი, უბრალოდ ამ სილამაზეს უნდა აღმოჩენა, ამ სილამაზეს უნდა დანახვა და მე სიამოვნების მიღება. ზოგადად ის რაც ნამდვილად ვიცით მტკიცებულებებით, რაც უფრო ბევრ მწვანე გარემოში ვატარებთ დროს, მეტი სეროტონინი გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში. სეროტონინი არის ერთის მხრივ ბედნიერების ჰორმონი და ასევე წინაპირობა მელატონინისთვის, რომელიც ჯანსაღი და ხარისხიანი ძილის წინაპირობა, ასე ვთქვათ, შესაბამისად ძალიან კარგად ძინავთ ხოლმე ბავშვებს და ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი კარგად ძინავს ზაფხულში, იმიტომ რომ ბევრ ენერგიას ხარჯავს. მარტო ამაში არ არის საქმე, ენერგიასაც ხარჯავს, რა თქმა უნდა. არა მარტო ბავშვები, მშობლებსაც გადასარევად ძინავს, ზუსტად იმიტომ რომ ეს ბევრი სიმწვანე, ნაკლები სტრესი, შვებულება და არდადეგები რა არის, ნაკლები ვალდებულებები ზოგადად სამსახურთან დაკავშირებით ნაკლები ვალდებულებები, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ შევირგოთ პირველ რიგში სეროტონინი, რომელიც სულ ჩვენთან არის, ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ამ სეროტონინს სოფელშიც და ფეშენებელურ კურორტზე. უბრალოდ პრიორიტეტები ლაგდება ხოლმე, აი კომფორტი მაინც რა თქმა უნდა, პატარა ბავშვების მშობელს ვერ შეეწინააღმდეგები იმაში, რომ გარკვეული კომფორტი ესეთ გარემოში სჭირდება. თუ ჩვენ არა მარტო პატარების იცით ქალბატონ თამა, ანუ რა თქმა უნდა, სოფელში უნდა იყოს დაცული აუცილებლად, აი მე ვიტყვი და იმ ალბათ დამეთანხმებით, ბადეებისგან, კოღოებისგან, წერებისგან აუცილებლად ფანჯრები, უნდა იყოს სუფთაბინა, რომ მოგეხსენება
რაღაც სიცხეში, ბალახში, ან ქვეწარმავალი არ შემოვიდეს, ან ვირთხა, ან თაგვი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საშიში ბავშვებს. ამიტომ თუ არის სოფელი და არის ამ კუთხით მოწესრიგებული, რა თქმა უნდა, ეს არის იდეალური იმას, რომ 2 კვირა წაიყვანო კურორტზე, მაგას ჯობია რომ მთელი 3 თვე წაიყვანო ბავშვი სოფელში. რა თქმა უნდა. ანუ ერთ-ერთი ახლა თუნდაც ესეთი ეს ინფრასტრუქტურა დავუშვათ კურორტებზე, ფიშენებელ კურორტებზე, რა თქმა უნდა, მიმზიდველი ერთ-ერთი ეს ინფრასტრუქტურაც არის. კორპუსებია ხშირ შემთხვევაში. მაგას ვამბობ, ისიც ქალაქს ემსგავსება საბოლოო ჯამში. ამიტომ მეტი საუბარი და მეტი დახმარება არის საჭირო ზუსტად იმ მიტოვებული სახლების განახლებისთვის, აღდგენისთვის და დახმარებისთვის, რაში ჭირდება მოსახლეობას დახმარება. იგივე მღრღნელებს როგორ ებრძოლოს მაგალითად ეფექტურად, რომ იმ მიტოვებული სახლი მალევე მოიყვანოს მწყობრში, თორე ეხლა დედა წარმოიდგინეთ, დედა თუნდაც აი ოჯახი, რომელიც 2-3 ბავშვით ჩავიდა და ჯერ ისეთი გენერალური დალაგებაა დაუშვათ იმის და ლამის თავიდან არის ზოგჯერ ასაშენებელი რაღაცა და რაღაცა მიკრორემონტი გასაკეთებელი სიტყვას. ამიტომ ასეთი რაღაცებისთვის მხარდაჭერა ნამდვილად ღირებულია და ნამდვილად ეფექტური იქნება ოჯახებისთვის. ინფორმაციული მხარდაჭერა, ხო? სხვადასხვა დაუშვათ იგივე იმ ქიმიური საშუალებებში ინფორმირება, რომელია შედარებით უსაფრთხო და ნაკლებად უსაფრთხო, შემდეგ სოფლების მეტნაკლებად ინფრასტრუქტურული მოწესრიგება, ასე ვთქვათ, რომ წყალი იყოს მოწესრიგებული, კანალიზაცია იყოს და აი ესეთი ეს ბუნებრივი ესეთი დაუშვათ დაჭაობებული ადგილები და ასე შემდეგ, რომელიც მწერების და განსაკუთრებით კოღოების გამრავლების ადგილი შეიძლება იყოს, რაც უფრო ამომშრალი იქნება და ამაზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეიძლება იზრუნოს, იგივე სამეზობლომ და სამოსახლომაც შეიძლება იზრუნოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის ხალხი, ვინც სტაბილურად იქ არის, ხო? მათ ინტერესებშიც ხო შედის ეს მოწესრიგებული გარემო. თორე ისე სოფელი, რა თქმა უნდა, ბუნებრივად მწერებით და ბუნებრივად აი ამ რაღაცა ცხოველებით სულ იქნება დატვირთული, ხო? მაგრამ ეზო როგორ დავიცვათ უსიამოვნო სტუმრებისგან, ახლა ქვეწარმავალი არავის არ უხარია, ხო? მაგრამ იქ ვიღაცამ ზღარბი მიიყვანა მაგალითად ეზოში, ხო? ანუ ბუნებრივი საშუალებებიც არსებობს, როგორ ვებრძოლოთ ამ უსიამოვნო სტუმრებს, ასე ვთქვათ, ხო? იგივე ბადეები, იგივე ესეთი ფართოფოთლიანი ხეები მაგალითად ეზოში, რომელიც ჩრდილს უზრუნველყოფს და ასე შემდეგ, ხო? ამაზე თუ ეტაპობრივად ინფორმაციას მივაწოდებთ, წავახალისებთ, ადგილობრივად დახმარება იქნება, რა თქმა უნდა, აღარც სოფელი დაცარიელდება მინიმუმ სეზონზე და მინიმუმ ესე სეზონურად იქნება ხოლმე. სეზონურად მაინც რომ იყოს ხალხი და მაინც რომ ჩავიდნენ ადამიანები თავიანთ ძირძველ მამაპაპისეულ მიწა-წყალზე და მე ნახეთ, ისიც აღარ არის სავალდებულო, რომ ყველას ინდივიდუალური კონდეს, სამეგობრო, სამეზობლო, ხანდახან შეიძლება რომ რაღაც გავაზიაროთ კიდევაც, ხო? ერთ საქს სამეგობრომ დაისვენოს მაგალითად იმ კარმიდამოში სახლიც გაცოცხლდება და იმ სოციალიზაციასაც ხელს შეუწყობს. მაგრამ იცით ქალბატონ თამარ, თუ დააკვირდით ბოლო წლებში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა სოფელში. კი. და მე ვფიქრობ, რომ უფრო გაიზრდება ეს სტატისტიკა. პანდემიამ მე მგონი ერთი რა ხეირი მოგვიტანა პანდემიამ ცუდის მეტი, მაგრამ ერთ-ერთი რაც დაუშვათ ყველაფერს აქვს მე და ყველა მედალს აქვს ორი მხარე, ერთი რაც მოიტანა არის ის, რომ მიწას მიუბრუნდა ძალიან ბევრი. აი ეს ზუსტად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, რაღაც იგივე ის სავარგულები, იგივე ბაღჩა ბოსტანი, ასე ვთქვათ, ხეხილი და ასე შემდეგ, ძალიან დააფასეს მათ შორის, ვისაც ქალაქში ქონდა კერძობინები, ყველა, ანუ იმდე ისეთი ხვნათესვა გამართა მაგალითად მანამდე ასე ვთქვათ ქალაქის მოსახლეობამ, რომელსაც ვერც კი წარმოედგინა თუ ოდესმე ქოთანში მიწას გამოცვლი და არა თუ დაუშვათ პომიდორს მოუვლიდა სიტყვაზე ბოსტანში. პანდემიამ ერთი ალბათ ამ მიმართულებით ნამდვილად რაღაც პოზიტიური მარცვალი შეასრულა, თორე თავისთავად ახლა პანდემია კარგად არავის არ გაახსენდება ამ თვალსაზრისით. და ეხლა ეს ინერცია, იმიტომ რომ მაშინ პანდემიის პერიოდში ბევრი წავიდა ნამდვილად და ბევრმა მოაწესრიგა სოფელში თავისი კარმიდამო და კი და ეხლა თუ მით უმეტეს წახალისება იქნება, რომ ეს ინერცია არ გაჩერდეს, ბავშვებისთვისაც ძალიან კარგია და დამიჯერეთ ზრდასრულებიც გაცილებით, კმაყოფილების ინდექსიც გაცილებით მოიმატებს. ოღონდ სერიოზული მხარდაჭერა ჭირდება ამას. ჩვენ ნამდვილად წავახალისებთ იმას, რომ ბავშვებმა საკუთარ სოფლებში და საკუთარ ასეთ მამაპაპისეულ მიწაზე გაატარონ ასე თუმცა მთავრობიდანაც ჭირდებათ წახალისება იმ კუთხით, რომ ოჯახებს ნამდვილად მამაპაპისეული მიწების გადაფორმება დღემდე პრობლემა არის და ამ ხალხმა თუ არ გაიფორმა, თუ გაიფორმა, მე შეიძლება უკვე ინტერესიც გაუჩნდეს, წავიდეს, მიხედოს, მოღობოს, სახლი ააშენოს და ასე შემდეგ. ანუ ერთი მხრივ კი
თქვენ ექიმები გვირჩევთ ამას, არის სასარგებლო, არის მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს პირობა და მესამე აუცილებლად უნდა დაგვიდგეს მხარში ხელისუფლება, რომ მოგვეხმაროს რაღაცით, თუნდაც იმით, რომ აი მაღალმთიან სოფლებში არ არის აფთიაქი, არ არის ამბულატორია. აი ამ კუთხით ექიმი, ექთანი, არა აქვს მნიშვნელობა ერთი ადამიანი ცხოვრობს თუ 100, იქ მაინც საჭიროა ექიმი და ექთანი. ხომ ასია გაბატონ თამა. როდესაც იქნება ყურადღება, მარკეტი, ყველა წავა იქ, ყველა მივა. ხო თქვით, ბევრი იკავებს თავს, იმიტომ რომ სჭირდება медპუნქტი, იმიტომ რომ სჭირდება ტრანსპორტი. ბევრი ოჯახი ხო მიდის დედა ბავშვებით, მეუღლე ბრუნდება თბილისში, სამსახურში და რჩებიან, ხო? ანუ შესაბამისად არ არის ტრანსპორტი, არ არის მანქანა, ამიტომ არ უნდა იყოს ის გარემო და ის განწყობა, რომ ბავშვი რომ ცუდად გამიხდეს, ტრანსპორტიც არ არის, მაღალმთიანში ვარ, არც ტაქსი მოვა, არც მანქანა ჩამოივლის, არც არავინ არის მეზობელი რომ წამიყვანოს. სასტრაფოსაც დააკვირდება არაგონივრულად დიდი დრო, რომელიც დაუშვათ აი ამ კუთხით თუ არ შეგვიწყო სახელმწიფომ ხელი, რაც არ უნდა გავაკეთოთ, არაფერი არ გამოგვივა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ მინუსებზე და პლუსებზე რო ვისაუბრეთ და უსაფრთხოების რისკებზე რო ვისაუბრეთ, სამედიცინო უსაფრთხოება არის აუცილებელი პირობა. ეხლა სხვა საკითხია, რომ ხანდახან ფეშენებელ კურორტზე შეიძლება შეიქმნას მაგალითად სამედიცინო დახმარების კრიზისი და ვერ იყოს მოწესრიგებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკეთესად მოწესრიგებულია ხოლმე, ვიდრე ცოტა მიუვალდა მაღალმთიან სოფლებში მაგალითად იგივე სიტუაცია. მაშინ როცა ბავშვისთვის გაცილებით სასარგებლო იქნება და გაცილებით ის სწორედ იმ ქალაქისგან მაქსიმალურად დაშორებულ გარემოში უფრო გონივრული ვადის გატარება, ვიდრე 2 კვირა, 1 კვირა, 10 დღე მაგალითად იგივე გამონაბოლქვით დაბინძურებულ მაგალითად მასა. თან ამ ყველაფერთან ერთად არის სიყვარული, თავისი მამა-პაპისეული, თავისი ასე ვთქვათ მიწა-წყალი, სადაც იზრდება, ის სადაც არ ყოფ, რა თქმა უნდა. ვერ ეყარება, ვერ შეიყვარებს. ვერ ეყარება, ვერ რაც არ უნდა ჩვენ მაგას ლეგენდები მოვუყვეთ, ის რაც თვითონ არ უნახავს, თვითონ არ შეხებია, თვითონ ბურთი არ უთამაშია, რაც მასში დადებით მას არ იწევს ემოციურ ბმას, ვერ ეყარება ფიზიკურად, ვერ ეყარება. კი ბატონო, მაშინ როცა სოფელში გადაგლეჯილი მუხლი, სოფელში დაზიანებული მოტეხილი, ესა რა ქვია, წატეხილი ცხვირი და ასე შემდეგ, პირიქით სასიამოვნო მოგონებად ადგება შემდეგ ყველას და იქ მერე რა არის, იქ ადგილობრივად, იქ თვითონ დავუშვათ ვაჩვენებთ ის პომიდორი როგორ გაიზარდა, ხო? მაგალითად თვითონ მოწყვიტა ხილი, მაგალითად შევიდა ქათმებთან, წამოიღო კვერცხი. თბილთბილი ეს კვერცხი წამოიღო, კი ბატონო, მე თვითონაც მახსოვს საკუთარეს რომ ველოდებოდით ასე ვთქვათ, საბუდართან ჩასაფრებული ბავშვობა ერთ-ერთი ესეთი მოგონებაა, ხო? ღიმილის მომგვრელი და სასიამოვნო მომგვრელია. ამ დროს რა ხარაფერი ესეთი რესურსი ამას აღჭირდება. ერთი კვერცხმდებელი ქათმის გარდა, ხო, სიტყვაზე. ეხლა დანარჩენი საფრთხეებზეც რო გავამახვილოთ, დამატებით საფრთხებზე, ვისაც აქვს ეს ფუფუნება და ნამდვილად საბედნიეროდ არც ისე ცოტა ოჯახები, ვინც ამას ახერხებს. სამედიცინო ამაზე ვისაუბრეთ უკვე, პირველადი დახმარების ჩანთა უკვე იციან დავუშვათ მაყურებლებმა რა უნდა წაიღოს, რომ ჭრილობები უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. აფთიაქში ცეტყვიან თავიანთი პედიატრი. კი ბატონო, წყალბადი ზეჟანგი და ასე შემდეგ, აცრებზე გავამახვილოთ მოდი ყურადღება, იმიტომ რომ ამიტომ თუ ბავშვს ყველა ვაქცინაცია თავის დროზე აქვს ჩატარებული, ის წესით დაცულია, თუ ჩვენ რამე მიზეზით ვამბობ თუ არს, ან მოგვიწია დარღვევა მაგალითად კალენდრის, პირად ექიმთან აუცილებლად გავიაროთ ის, რომ რამე წინასწარ ხო არ არის ტეტანუსთან დაკავშირებით, ხო არ საჭიროებს რამე უკვე წინასწარ პროფილაქტიკის ჩატარებას, იმიტომ რომ სოფელი ასოცირდება. რა შემთხვევაშია საშიში, როდესაც არა, მიწასთან კონტაქტია ნებისმიერ შემთხვევაში, ხო ანუ ბავშვები ჩვენ ეგ გვინდა სწორედ რომ იმან ბუნებაში ირბინოს, მაგრამ ფეხი შეიძლება წამოკრას, მუხლი გადაიტყაოს, ხო და ეს რა არის, რომ ჭრილობის მიწით დაბინძურების რისკი არის ძალიან მაღალი და მიწით დაბინძურებული ჭრილობა არის ტეტანუსის რისკი. თუ ბავშვს სათანადო აცრები ჩატარებული აქვს და პრევენცია ჩატარებული აქვს, არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება შექმნას მაგალითად პრობლემა, რომ თვითონ ჭრილობა მაგალითად ტეტანუს დაავადების შეიძლება წაიქცეს ბავშვი, გადაიტკინოს ფეხი, წამოუვიდეს სისხლი. აი თუ არ გართულდა, როგორ უნდა ჩვენ გვეშინია მიწით დაბინძურებული ჭრილობის. ხო, რა თქმა უნდა, იმას იმ წუთში დავამუშავებთ, მაგრამ ამის მიუხედავადაც ის მიკრობები შეიძლება მოხვდეს დამაში, ხო, ჭრილობაში. და დაჩირკდეს შემდეგ. არა, დაჩირკდეს არა, თვითონ
ტეტანუსი ეს არის დაავადება, კონკრეტული დაავადება, რომელსაც ფატალური შედეგი შეიძლება მოყვეს და ამიტომ თვითონ ჭრილობა არ არის აუცილებელი, რომ სერიოზული იყოს და ღრმა, იმას არც ნაკერი არაფერი შეიძლება არ ამას მაშინვე მივხვდებით? არა, სამწუხაროდ მაშინვე ვერ მივხვდებით, სწორედ ამიტომა საჭირო, რომ პრევენცია იყოს ამისი გაკეთებული, ან თუ ვნახე, რომ ჭრილობით მიწით დაისვარა დაუშვათ ჭრილობა, შეიძლება ის სახლშიც დამუშავებადი იყოს, მაგრამ მაინც სამედიცინო პუნქტში გადაყვანა ჯობია და ამ დაუშვათ იმუნოგლობულინზე ზრუნვა ამ შემთხვევაში. თუ მანამდე რამე მიზეზით დავარღვიეთ აცრის კალენდარი და ბავშვი არ არის სათანადოდ აცრილი, მათ შორის ტეტანუსი, თორე სხვა ვირუსული ინფექციებიც, რა თქმა უნდა, თუ ენდემურ კერაში მოვხვდით და თუ დაუშვათ გარშემო რაღაც ვირუსული ინფექციაა გავრცელებული და ჩვენ არ ვართ აცრილი, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საშიშია და მე ყოველთვის იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვები არ უნდა დადიოდნენ აუცრელები, აი ეს მე კალენდრულ აცრებს გულისხმობ და განსაკუთრებით ყოველთვის მეშინია ხოლმე წითელასი. რატომღაც? წითელას საკმაოდ ვერაგი დაავადებაა გეთანხმებით. თუ არ არის ბავშვი აცრილი. ვერაგი დაავადებაა და ჩვენ ნევროლოგებმა კარგად ვიცით ის, რომ უსიმპტომოდ გადატანილი წითელაც კი ვერაგია, რომელიც მოგვიანებით შეიძლება ძალიან ცუდი დაავადებით გამოვლინდეს, ამიტომ განსაკუთრებული რეკომენდაცია აქვს იმაზე, რომ წითელას აცრა უნდა ჩატარდეს. 90-იან წლებში ერთი პერიოდი აგორდა ძალიან ცუდი PR კამპანია თუ გახსოვთ წითელაზე და ეს არაერთხელ კი და ჩემი გარშემო ძალიან ბევრმა აღარ აცრა. ტოლი ბავშვები, რომლებიც ვიყავით, არ აცრეს მშობლებმა და შემდეგ მე რამდენიმესგან გავიგე, რომ ორსულობის დროს ძალიან ცუდი შედეგი. ნახეთ, წითელა ზოგადად არის ძალიან მაღალ კონტაგიოზური დაავადება, ესე ვეძახით ხოლმე, რომელსაც ძალიან ძნელია დაემალო. თუ აცრილი არ ახარ და იმუნური პასუხი არ გაქვს უკვე ესეთ გამომუშავებული, ანუ აი წარმოიდგინეთ, ჩვენ ახლა აქ ვართ თითქოს ჩაკეტილ სივრცეში, მაგრამ კანის ღრიჭოა ნასე და აი აქვე დავუშვათ აი ეგერ კარებთან დააცემინოს წითელას მქონე ადამიანმა ჩვენ თუ აცრილი არ ვართ ან გადატანილი არ გვაქვს და იმუნური პასუხი არ გვაქვს ჩვენ ძალიან მაღალი რისკი გვაქვს იმისა რომ თვითონ არც ვიცით ანუ არც დაგვინახია ადამიანი მაგრამ ეს დავუშვათ დაავადება დაგვემართოს გართულებების თვალსაზრისით ერთ-ერთი პიონერია წითელა იმიტომ რომ ძალიან უყვარს არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც ძალიან უყვარს იმუნური პასუხის დასუსტება და ძალიან ხშირად რთულდება სხვადასხვა მაგალითად პნევმონიით და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი რამე, მაშინაც კი როდესაც თავის ტვინსაც უქმნის მაგას ვამბობ, მაშინაც კი მაღალ, ანუ ნეიროტროპული ვირუსებია ზოგადად ბატონები ყველა რაზეც ვსაუბრობთ, უმრავლესობა არის ეგრეთ წოდებული ნეიროტროპული, ანუ ნერვული სისტემა უყვარს ძალიან, ნერვულ უჯრედებს ეტანებიან ძალიან და ჩვენ აი ბატონები თვითონ რატო დაარქვეს ეს კრებითი სახელი, იმიტომ რომ ესეთი მოსაფერებელი მდგომარეობაა, ხო? აი არ უნდა ინერვიულოს, არ გაურთულდეს, არ გაუჯავდეს, არ გაჯავდეს ბატონები. გაჯავრებული ბატონები ჩემო კარგოც არის მენინგოენცეფალიტი. მენინგოენცეფალიტი. ეს არის გაჯავრებული ბატონები, ხო? რა თქმა უნდა, სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს და კონკრეტულად წითელასთან ასოცირდება ძალიან ცუდი გართულება, რომელიც თავისთავად შეიძლება ხშირი არ იყოს, ისეთი ხშირი არ იყოს, როგორც მაგალითად პნევმონია და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც თითქმის უსიმპტომოდ გადავიტანეთ წითელა, მოგვიანებით წლების მერე შეიძლება ეგრეთ წოდებული ქვემწვავე მასკლეროზებული პანენცეფალიტი გამოვლინდეს, რომელიც დღეისათვის არის განაჩენი. ჯერჯერობით მისი სამკურნალო საშუალება, ანუ დღესდღეობით ეს არის განაჩენი, ეს არის ნელ-ნელა ბავშვის ტვინის ქსოვილის რღვევა, გადადის ნელ-ნელა ვეგეტატიურ მდგომარეობაში, არ იღუპება მალე, თუმცა ეს არის ანუ ვეგეტატიური მდგომარეობა, რომ კომაშია ბავშვი. ეს როდესაც არ იცრება. ხო, ანუ თუ გადაიტანა და ანუ ნახეთ გადატანილ დაავადებას შეიძლება მოყვეს ეს ყველაფერი. შეიძლება არც მოყვეს, ხო, ქალბატონო? არა, საბედნიეროდ შეიძლება არ მოყვეს, კი რა თქმა უნდა, ეს არ არის რომ ყველას თუმცა აცრა ამ ყველაფრისგან აცრა გვიცავს, კი, აცრა გვიცავს დაავადების გადატანისგან და შესაბამისი წითურაც მე ასე ვიცი. წითურა არანაკლებ საშიშია ორსულებისთვის განსაკუთრებით, კი, ორსულებთან ძალიან მაღალი ტერატოგენული ეფექტი აქვს, ასე ვთქვათ, ანუ სიმახინჯეებთან დაკავშირებით წითურა არის ამ შემთხვევაში პიონერი. წითურა არის, მე როგორც ვიცი, თვითონ გადატანისთვის წითელასთან შედარებით უფრო კეთილსაიმედო შეწყვეტის ერთ-ერთი ნიშანი სამწუხაროდ. თუმცა ეს არის ერთ ვაქცინაში წითელა, წითურა, ყბაყურა, რომელზეც იცრებიან ბავშვები 1 წელზე, 5 წელზე, 14 წელზე, თუ არ ვწდები, ასე მახსოვს. ერთი წელია პირველ მთავარი აცრა არის და მე უკვე რევაქცინაცია. ტეტანუსიც, მე მგონი ტეტანუსიც. დიფტერია, ტეტანუსი ყივანახოლა, ეს უკვე აი 2 თვიდან რომ
რომელიც იწყება დაუშვათ ვაქცინაცია აკეთებ სისტემატიურად ამას მე მგონი 5 წლამდე თუ არ ვცდები 5 წლისთვისაც არის რევაქცინაცია კი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვთა კალენდარული აცრები თუმცა ძალიან საინტერესოა კი მე მინდა მივუბრუნდე განმავითარებელ თამაშებს რომელიც თქვენ ახსენეთ აი როგორ უნდა შევთავაზოთ ბავშვებს თამაშები აი რომ აგვიხსნათ რა უნდა გავაკეთოთ მოკლედ კი ბატონო ჩვენ ყოველთვის ვაუბრობთ ხოლმე ანუ ერთი შემაჯამებელი რეკომენდაცია არის ის რომ ცოტა ძნელია ბავშვს რამე მოაწონო და რამე შეაყვარო და რამე დაინტერესო თუ შენ თვითონ ამ რაღაცას არ აკეთებ. რაც უფრო პარტნიორი ყავს ბავშვს და რაც უფრო შენც მასთან ერთად მონაწილეობ ნებისმიერ აქტივობაში, მით უფრო მოტივირებულია, მით უფრო წახალისებულია და მით უფრო დაუშვათ ეფექტურად ერთვება ამ რაღაცაში. ანუ პირველი ვიყოთ ამ თამაშებში ბავშვის პარტნიორები, ხო? ეს არ არის აუცილებელი რომ მარტო ერთ-ერთზე ვითამაშოთ, რა თქმა უნდა შეიძლება ბავშვების ჯგუფი იყოს და 2-3 მოზრდილი ან თუნდაც ერთი მოზრდილი მასში ჩართული. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო აქტუალურია რომ პარტნიორი, მათ შორის ზრდასრული პარტნიორი მონაწილეობდეს, იმიტომ რომ მოდერატორი უნდა იყოს, აი დირიჟორი ვით რაღაც გარკვეულწილად, იმიტომ რომ იქ პარალელურად ასწავლი კონფლიქტური სიტუაციების მართვას, პარალელურად ასწავლი გაზიარებას, პირადი სივრცის განაწილებას, საერთო სივრცე, ინდივიდუალური სივრცე და ასე შემდეგ. თინეიჯერებს და მოზარდებში შეიძლება ასე ადვილად აღარ მიგიღონ მაგალითად ამ წრეში დამსახურება უნდა უკვე იმას, რომ ნდობა გამოგიცხადონ, თუმცა ძალიან დიდი კომპლიმენტია თუ მოზარდები არჩევენ შენთან ურთიერთობას და ესეც შეუძლებელი არ არის, ხო? რაღაც საინტერესო უნდა იყოს ამ ბავშვისთვის, რაღაც ამ ბავშვებისთვის რაღაც იქ უკვე ცოტა მოზრდილებთან შეიძლება რომ აი დავშოთ ჭადრაკს თამაშობთ სამაგიდო აქტივობებს, სხვადასხვა სამაგიდო აქტივობებს, ისე მსჯელობები, საუბრები და ასე შემდეგ. განმავითარებელი აქტივობები ასაკის მიხედვით, რა თქმა უნდა, განსხვავდება და უნარების მიხედვით განსხვავდება, ხო? თუმცა ადრევე თქვით რომ მოტორული აქტივობა უნდა იყოს საკმარისი, ზაფხული მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ ბევრი ფიზიკური აქტივობა გქონდეს ნებისმიერ ასაკში. რაც უფრო პატარაა ბავშვი 2/3, 3/4 ყოველდღიური აქტივობის უნდა იყოს ფიზიკური აქტივობა, უნდა ირბინოს ბავშვმა, უნდა იხტუნოს, გადაახტეს, გაძვრეს, გადაკოტრიალდეს, ჩამოგორდეს საიდანღაც და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ბავშვებით უბრალოდ საფრთხეებს ვიცავთ ასე ვთქვათ ამ სიტუაციაში. მაგრამ ხელოვნურად მოწყობა იმისი რომ აი მხიარული სტარტებივით რაღაცა შეჯიბრება ხო, რაღაცა გუნდური თამაშები, როგორც წესი საინტერესოა. და ამავე დროს დააკვირდით არც ერთი თამაში არ არის აქედან იზოლირებულად მარტო კუნთებისთვის მაგალითად, ხო? იგივე თუნდაც ფეხბურთი იქნება, ფრენბურთი იქნება თუ ასე შემდეგ დააკვირდით ვიზუალური კონტროლი მჭირდება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება მჭირდება. იგივე წრეში ბურთი იქნება, მაგალითად მიზანში სროლა იქნება თუ რა იქნება. მე ხო უნდა გავთვალო ხო რომ იქ სამიზნეს დაუმიზნო, ბალანსირება კოორდინაციის უნარი, თვალი ხელის კოორდინაცია, ეს ყველაფერი ავტომატურად ვარჯიშდება ამ დროს, ხო? რაც არ უნდა დავუშვათ ისეთი ბანალური თამაში იყოს. და ხშირად გვითქვია ესეც რომ უბრალოდ სეირნობა, ნახეთ, აი დავიღალეთ, ვეღარაფერი ვერ მოვიგონეთ, ეს ბავშვიც უკვე აი იშვიათად იღლებიან ბავშვები ჩვენზე ადრე, მაგრამ ნუ დაიღალა, უბრალოდ სეირნობაც რო იყოს, უბრალოდ ეზოში გატარებული დროც რო იყოს, სოფელი და სივრცე ბუნებრივი სივრცე რა არის ქალაქში, მაინც შეზღუდული ვართ შენობებით. სად არის ახლა ესეთი ადგილი, რომ აი ესე ჰორიზონტი იყოს გაშლილი. განვითარებად twins და განვითარებად თვალს განსაკუთრებით ჭირდება რომ პერიფერიული მხედველობაც ხო უნდა განვითარდეს, მარტო ცენტრალური ხო არ არის. რაც უფრო დიდი სივრცეა, რაც უფრო პანორამა ვრცელია, ჰორიზონტი ვრცელია, მით უკეთესად ვითარდება ელემენტარულად მხედველობის ორგანო. მხედველობის ორგანო თვალი ხო არ ხედავს, მარტო twin-ი ხედავს თვალის გავლით. ანუ ის ნერვული დაბოლოებები აქტიობენ თავის twins, შესაბამისად თავის twin-ის შესაბამისი უბნები ვითარდება ძალიან აქტიურად. ამიტომ უბრალოდ სეირნობაც კი ამ შემთხვევაში სასარგებლოა, ვიდრე დაუშვათ შენობაში და აი შეზღუდულ 4 კედელში მაგალითად ბავშვისთვის დროის გატარება. სანამ რჩევებზე გადავალთ, იმიტომ რომ 7 წუთი გრჩება დაახლოებით გადაცემის დასრულებამდე. მე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია პატარა ბავშვების დილით ადრე ადგომა, მე გულისხმობ 7 საათს და ტყეში გასეირნება.
რო გითხრათ რომ ხა აუცილებლად მაინც და მაინც დილით ალიონზე თუ ისედაც იღვიძებს ბავშვი, იმიტომ რომ ბიოლოგიური საათი საკმაოდ ეს სპეციალურად არ უნდა გავაღვიძოს ალბათ. სპეციალურად გაღვიძების ამე სამედიცინო რეკომენდაცია ნამდვილად არ არის. თუ ისეა რომ მაგალითად ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ეს ტრადიცია, მაგალითად დილით დგება, ანუ მერე ნაკლებად ცალია და დილით და 1-2 დავუშვათ ბავშვმაც ამისი სურვილი და სიამოვნება მიიღო, რომ გაისეირნა ჩემთან ერთად, რატომაც არა შეიძლება თუ უკვე თავის თავათაც ეღვიძება, ნახეთ ბავშვი მოტივირებული როდესაც არის და თვითონაც სიამოვნებს. უკვე უჩემოთაც ეღვიძება ზოგიერთს უთენია ზუსტად 6-ზე და 7 საათს. მაგრამ ისე რომ ჩვენ ძალადობრივად გავაღვიძოთ ბავშვს მაინც და მაინც 7 საათზე, რა გითხრათ, ანუ მაინც და მაინც სამედიცინო რეკომენდაცია ესეთი არის, დავაკვირდეთ, ვცადოთ, თუ თვითონვე მოეწონა, თვითონვე გაიღვიძებს, ისე რომ ამას ძალადობის სახე აღარ ექნება, მაგრამ თუ სისტემატურად ხედავთ, რომ ეს ბავშვი ფიზიკურად იმიტომ ვიძახი ამას, რომ მთაში 11-12 საათის შემდეგ უკვე ძალიან სიცხეა. კი, გასაგებია, მაგრამ ნახეთ, ამ დროს მაშინ ბუნებრივად ხდება ხოლმე, ნელ-ნელა შეიძლება გადავწიოთ ეს დრო, ხო? ნელ-ნელა საღამოს მაშინ ადრე მოუწევს დაძინება სიტყვაზე და დილით ნელ-ნელა გადაწევა ადრეს. დავაკვირდეთ. იღლებიან, შეიძლება 7 საათზე, 8 საათზეც დაიძინოს და შემდეგ ავტომატურად გაიღვიძოს ადრე. დავაკვირდეთ, თუ ეს კარგად მიიღო. თუმცა მისი ფილტვებისთვის და ორგანიზმის ალბათ დილის ფიჭვნარში გასეირნება არის სასარგებლო. ცუდი არ არის, უბრალოდ ხო გეუბნებით, მაინც და მაინც ისე რომ არის აუცილებლად ძალადობრივად. ბოლო-ბოლო მასე შეიძლება მძინარე ბავშვი სუნთქავს. ფილტვები სუნთქავს ძილშიც. შეიძლება რომ დავუშვათ ჩვენ ფხიზლები ვართ, მაგრამ ბავშვი შეფუთული დავუშვათ ბუნებაში დაიძინოს, რატომაც არა, ანუ სახლიდან ეტლით წავიყვანო, ხელით წავიყვანო, ესეც ჰამაკში იქ დაიძინოს ჰამაკში. ეს ნამდვილად არ არის დავუშვათ ცუდი იდეა, მაგრამ აუცილებლად გავაღვიძოთ თუ მას ბუნებრივად არ ეღვიძება ამ დროს. მთლად სამედიცინო რეკომენდაცია ვერ იქნება. და ბოლო 5 წუთში რჩევები რომ ვიცათ შაბლებს ისევ სოფელთან და კურორტებთან დაკავშირებით. კი ბატონო, ისევ შევაჯამოთ ის რომ სოფელი და კურორტი ბუნებრივი გარემო, ეს არის ბუნებრივად განმავითარებელი გარემო, რომელიც უპირობოდ სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, იძლევა მოტორული უნარების, სენსორული შეგრძნებებთან დაკავშირებული უნარების ბუნებრივად განვითარებას, იძლევა ფანტაზიის განვითარების ძალიან კარგ საშუალებას და ლაღად და ბუნებრივ გარემოში ენერგიის დახარჯვის საშუალებას, რომელიც რაც უფრო მწვანე გარემოა, რაც უფრო ბუნებრივი ფერებით დამუხტული გარემოა, ნებისმიერ ასაკში არის სასარგებლო, ეს პოზიტიურად მოქმედებს ჩვენ ჰორმონალურ სტატუსზე, პოზიტიურად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენს ძილზე და შესაბამისად ჯანსაღი ძილი მერე არის ჯანსაღი ღვიძლის წინაპირობა და ნამდვილად კარგი ტაიმაუტია, ასე ვთქვათ, და რესტარტია, ასე ვთქვათ, ახალი სასწავლო წლის იქნება თუ ახალი სამუშაო წლის წინ. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის. და მოდით დავაანონსოთ მომდევნო ხუთშაბათის თემაც, იმიტომ რომ ასე რომ ვთქვათ, ქალბატონ თამარს რადგან ცალია, მე ყოველთვის ასე რომ ვთქვათ, ხო, სარგებლობ რომ იყოს ჩვენთან ობიექტივის სამედიცინო ინტერაქტივის სტუმარი, გისმენთ. შემდეგ ხუთშაბათს ვისაუბროთ ემოციებზე. ბავშვის ემოციებზე, განსაკუთრებით ნეგატიურ ემოციებზე და ამ ემოციების მართვაზე, ჭირვეულობაზე, ტანტრუმის მართვაზე და ვფიქრობ საინტერესო რჩევები შეიძლება მივცეთ. დიდი მადლობა. მაყურებელს. დიდი მადლობა. გმადლობთ ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე იყო სამედიცინო ინტერაქტივის სტუმარი, მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ. დარჩით ობიექტივზე წინ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო გადაცემები გელით ნახვამდის.